თეატრალური პრემია დურუჯი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის გადაეცემა ქეთევან ცხაკაი. საკუთარ შემოქმედებაში ექსპერიმენტებს არასოდეს ერიდება და ფიქრობს, რომ მსახიობისთვის სიახლის ძიება აუცილებელია. თუმცა გასულ წელს საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში გამარჯვება ქეთი ცხაკაიასთვის მაინც მოულოდნელი იყო. ძალიან მიყვარს. ჩვეულ დროის სტარებას თავი ვანებე და მის კარიერაში ერთ-ერთი ექსპერიმენტი რეჟისორ ბესო კუპრეიშვილის მიერ დადგმულ მონოსპექტაკლში ჰამლეტის როლი აღმოჩნდა. როდესაც რეჟისორმა მამაკაცის როლის შესრულება შესთავაზა, მიხვდა, რომ ეს მისთვის დიდი პასუხისმგებლობა იქნებოდა, მაგრამ ამბობს, რომ ამ თეატრალურ პერსონაჟს სქესი არ აქვს და ის ზოგადად ადამიანის არსებობასა და პრობლემას ეხება. მან მოახერხა და თავისებური ჰამლეტი შექმნა. მაშინ თეატრალურმა საზოგადოებამ ეს წარმატებულ პრემიერად მიიღო, კომპეტენტურმა ჟიურიმ კი პრემია დურუჯი გადასცა. თავიდან მე ავნერვიულობდი. არ ვაქცევდი ესეთ ყურადღებას ამ დაჯილდოებას, მართალი გითხრა და წარდგენილი რო ვიყავი და ჩემთან ერთად იყვნენ არაჩვეულებრივი მსახიობები წარდგენილი. ნანა ფაჩუაშვილი, ნატო მურვანიძე და კატო კალატოზიშვილი. სამივე არაჩვეულებრივი მსახიობია და რაღაცა მერიდება მაგათთან რომ მე რატომღაც მე გადმომცეს ეს დურუჯი და ძალიან კარგია. სახალისოა ძალიან. მე მინდა რომ ესე შევხედო ამ დაჯილდოებას, იმიტომ რომ რაღაცა თამაშობ, იქაც თამაშობ მე მგონი, იმიტომ რომ რაღაცა ეს ბავშვობიდან რო არის ეს ოსკარების გადაცემა და რაღაცა მილიონი დაჯილდოებები რო არის, მაგ იმით ფანტაზიით ცხოვრობ, ხო? და მსახიობი მით უმეტეს. და უცებ რომ ესეთი რაღაცა მინი ოსკარის გადაცემა რო ხდება, რაღაცა სასიამოვნო. დურუჯი 2011, ხო? აღვადგინეთ მარჯანიშვილების სახლ-მუზეუმი საგვარეულო. იქ გამოჩენილი კოტესთან ერთად გამოჩენილი მოღვაწე იყო, ოღონდ საეკლესიო მოღვაწე თამარა მარჯანიშვილი, რომელიც ბოდბის დედათა მონასტრის იღუმენია იყო. მე-20 საუკუნის დასაწყისში, შემდეგ მოღვაწეობდა მოსკოვში და დაპატიმრებულიც იყო. ესე დასასრული მისი ცხოვრების ტრაგიკული იყო, 35 წელს გარდაიცვალა. როცა აღმოვაჩინე ამ ოჯახის ძალიან მძიმე მდგომარეობაში ამ ოჯახის სახლ-მუზეუმი, გადაწყვეტეთ, რომ აღვადგინე ფონდს. ყვარელში მდებარე მარჯანიშვილების სახლ-მუზეუმი ივნისის თვეში თეატრალური პრემია დურუჯის დაჯილდოების ცერემონიალს წელს მეოთხედ უმასპინძლებს და ამ სფეროში მოღვაწე მსახიობები, რეჟისორები და დრამატურგები კვლავ ერთად შეიკრიბებიან. კომპეტენტური ჟიური კი 2011-2012 წლების საუკეთესო მსახიობი მამაკაცისა და ქალის როლის შემსრულებელს, საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარსა და სეზონის განმავლობაში დადგმულ საუკეთესო ქართულ თანამედროვე პიესის ავტორს გამოავლენს. ტრადიციულად წელსაც საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან სპეციალური პრიზი გადაეცემა. ჩაეყარა საფუძველი ამ ტრადიციას და ძალიან აიტაცეს თეატრალებმა, იყო გამოხმაურება ძალიან პოზიტიური, ამდენად გადაწყვეტეთ, რომ პერმანენტული ხასიათი მიეღო ამ ცერემონიას და დაჯილდოებას და შარშან ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა. კულტურის სამინისტრომაც დაამატა ახალგაზრდა რეჟისორისათვის 35 წლამდე ასაკის რეჟისორისათვის პრემია. რა ვიცი, ფიქრობთ, რომ კარგი მომავალი აქვს. საქველმოქმედო ფონდ ცისკრის ინიციატივით 2011-2012 წლების სეზონისთვის განაცხადების მიღება უკვე დაიწყო. გამარჯვებულები კვლავ 5 ნომინაციაში გამოვლინდებიან. სიახლე მხოლოდ პრემიის დებულებაში შევიდა და ამ წლიდან მონაწილეობის მიღება შეეძლება საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე რეგისტრირებულ ყველა სახელმწიფო ან კერძო პროფესიულ თეატრს გარდა სახალხო თეატრებისა. პრიზიორებს კვლავ 5-კაციანი ჟიური გამოავლენს და მათი ვინაობა დაჯილდოების ცერემონიალზე გახდება ცნობილი. შემდგომ წელს შეიძლება კიდევ უფრო გაფართოვდეს ნომინაციების რაოდენობა და შეიძლება პრემიების თანხამაც იმატოს. ჟიური ისევ კონფიდენციალურია, როგორც მოგახსენებათ. ეგრეთ წოდებული რაღაც ზარები რო არ იყოს, ჩაწყობები არ იყოს, გამორიცხული არავინ იცის ვინ არის ჟიურის წევრი.
განაცხადების მიღება საქველმოქმედო ფონდ ცისკარში 30 აპრილს დასრულდება. თუ ვინ იქნებიან წელს ამ საკმაოდ პრესტიჟული პრემიის მფლობელები, ამას შიური გადაწყვეტს. რაც ყველაზე მთავარია, დურუჯი უკვე იქცა უმნიშვნელოვანეს თეატრალურ მოვლენად და ის ყოველწლიურად უფრო მასშტაბურ ხასიათს იღებს.